ლიზი და დათვი ბუმბუ. ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა გოგონა, სახელად ლიზი. ერთ დილას, როცა მზე თბილად ანათებდა, ლიზიმ გადაწყვიტა, ტყეში სასეირნო წასულიყო. გზაზე ჭრელი ჩანთა აიღო და თქვა: მარწყვებს დავკრებ და დედიკოს მივუტან. ლიზი ტყეში მიდიოდა და უცებ ბუჩქებიდან რაღაც შრიალის ხმა მოესმა. ვინ არის? ჩუმად იკითხა ლიზიმ. ბუჩქიდან გამოვიდა დიდი, მაგრამ ძალიან კეთილი დათვი, სახელად ბუმბუ. გამარჯობა, პატარა გოგონა, ღიმილით თქვა ბუმბუმ, რატომ ხარ მარტო ტყეში? მარწყვებს ვკრებ დედიკოსთვის, უპასუხა ლიზიმ, შენ ვინ ხარ? მე ბუმბუ ვარ, ამ ტყის მცველი. თუ გინდა საუკეთესო მარწყვების ადგილს გაჩვენებ. ლიზი ცოტა დაფრთხა, მაგრამ ბუმბუს თბილმა ხმამ გაამხნევა. კარგი, წავიდეთ, თქვა მან. ისინი ერთად მივიდნენ პატარა მზიან მინდორზე, სადაც მარწყვები მზეს უყურებდნენ. ლიზი აღფრთოვანდა. უი, რამდენი მარწყვია? ბუმბუმ უთხრა. მაგრამ ერთი წესი გვაქვს, ჯერ ცხოველებს მივუტანოთ მარწყვები, მერე ჩვენ ავიღოთ. მათ მარწყვები მოაწოდეს ჩიტებს, კურდღლებს და პატარა მელაკუდას. ბოლოს კი ლიზიმ თავისი ჩანთათქმული მარწყვებით გაავსო. უკან გზაზე ლიზიმ უთხრა. ბუმბუ, შენ ყველაზე კარგი მეგობარი ხარ, ვინც კი ოდეს მემყოლია. და შენ ყველაზე კეთილი გოგო ხარ, უპასუხა დათვამ. ლიზიმ დედიკოს მარწყვები მიუტანა და ბუმბუს ამბავი უამბო. იმ დღიდან, როცა ლიზი ტყეში მიდიოდა, ბუმბუ ყოველთვის სადღაც ახლოს იყო, რომ მასთან ერთად გაეზიარებინა სეირნობა, მარწყვები და ღიმილები.